შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო სადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. კიროვი მე-7 1920 წლის 29 მაისს კიროვი უაღრესად მნიშვნელოვან ახალ დავალებას ღებულობს. იგი რსფსრ-ს ელჩად ინიშნება საქართველოში. მას ეკისრება ნოე ჟორდანიას მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების რეალიზაცია. მოსკოვიდან გამოსვლის წინ ლენინთან პირად საუბრისას კიროვი ღებულობს დირექტივებს მუშაობის შესახებ. სერგეი კიროვი, კიროვის ბიოგრაფიიდან. ბაქოს სადგურის ბაქანზე მუშები, წითელარმიელები, მეთაურები და პარტიული მუშაკები შეგროვდნენ. ყველას რაღაც უჩვეულო გამოცოცხლება და ხელვარება ემჩნეოდა. დღეს საგანგებო მატარებლით რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიან წარმომადგენლად საქართველოში დანიშნული სერგეი მირონისძე კიროვი უნდა ჩამოსულიყო. კიროვის შესახვედრად მოსულთა შორის იყვნენ ორჯონიკიძე, მიქოიანი, საბჭოთა აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის წარმომადგენელნი და თბილისიდან ბაქოში ჩამოსული კომუნისტები სერგო ქავთარაძე, ვანო მახათაძე და ნიკო გოცირიძე. მატარებელი სადგურის წინ ჩამოდგა. სარკმელში თავგამოყოფილ მგზავრთა შორის დამხტურებმა მაშინვე შენიშნეს კიროვის მოღიმარის სახე. კიროვი ვაგონიდან ბაქანზე ჩამოვიდა და ბრძოლის მეგობრები ორჯონიკიძე და მიქოიანი გადაკოცდა. მერმე მის შესახვედრად მისულ მუშებსა და წითელარმიელებს მისასალმებელი მოკლე სიტყვით მიმართა. ბაქოელები ახტაცებით მიესალმნენ კიროვს. მის სახელთან დაკავშირებული იყო ლეგენდარული დაცვა ასტრახანისა, რომელთანაც ბაქო მჭიდროდ იყო დაკავშირებული. ჩრდილო კავკასიაში კონტრრევოლუციის გაცამტვერება და საბჭოთა ხელისუფლების დამყარება. ბრძოლა საბჭოთა ხელისუფლებისათვის აზერბაიჯანში. 28 აპრილს ღამით, როდესაც ბაქოს მუშებმა აჯანყება მოაწყეს და მუსავატური მთავრობა ჩამოაგდეს, მათ დასახმარებლად ორჯონიკიძის, კიროვისა და მიქოიანის მეთაურობით მე-11 არმია მივიდა. ისინი ჯავშნიანი მატარებლით შევიდნენ ბაქოში და ხელი შეუწყეს იქ რევოლუციური ძალაუფლების განმტკიცებას. ყველაფერს, რითაც მდიდარია დღეს აზერბაიჯანი, განაცხადა კიროვმა. ნავთს, რაც დღეს კაპიტალისტური ქვეყნებისათვის მიმზიდველ ძალას წარმოადგენს, უშურ-გლეხური ნიშანი უნდა დაესვას. კიროვი, დამხტური ამხანაგები და მეგობრები რკინიგზის სადგურის დარბაზში შევიდნენ და მაგიდას მიუსხდნენ. ორჯონიკიძე ღიმილით შესცქეროდა ნაცრისფერ კოსტუმში გამოწყობილ კიროვს. ორჯონიკიძეს სამხედრო ტანისამოსი და ჩექმები ეცვა. ტყავის ფართო ქამარი ერტყა. თავზე კი ძაბრისებრი საზაფხულო ქუდი, ბუდიონოვკა ეხურა. ისეთი, როგორცაც რუსი ბოგატირები ატარებდნენ. ქუდს წინა მხარეს ხუთქიმიანი წითელი ვარსკვლავი ეკრა. თავისი სახით, აღნაგობითა და იერით ორჯონიკიძე კავკასიის ტომების საერთო ტიპად ესახებოდა ყველას და ამიტომ ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი, ლეკი, ოსი თუ
სხვა მთიელი მასში მახლობელ კაცს ხედავდა. კიროვი კი თავისი სახით, მაღალი ყრიმალით, სქელი ბაგეებით, ოდნავ მოჭუტული, ღია წაბლისფერი თვალებით, პატარა მოკლე საძირკვლიანი, პაჭუა ცხვირითა და მთელი თავისი იერით, ორჯონიკიძისაგან და კავკასიელი ტიპისაგან ძირეულად განსხვავდებოდა. მაგრამ ცივი ციმბირის შორეულ და უკაცრიელ ტაიგაში, ვიატკის გუბერნიის ერთ პატარა მივარდნილ ქალაქ ურჟუმში, უღარიბეს ოჯახში დაბადებულს, ობლობაში და სიღატაკეში აღზრდილ კაცს, ის ფიზიკური სხვაობა სრულიადაც არ უშლიდა ხელს მთიელი აზერბაიჯანელი სომეხი და ქართველი ამხანაგების ნამდვილი მეგობარი გამხდარიყო და პირიქითაც ჩრდილო კავკასიის და ამიერკავკასიის ტომთა წარმომადგენელნი ძმად და მეგობრად გახდობოდნენ მას. კიროვი რუსი მშრომელი ხალხის ჭეშმარიტი შვილი იყო და მის შესანიშნავ თვისებებს გამოხატავდა. გონების სიფხიზლეს, სიმამაცეს, სიმტკიცეს, გულკეთილობას, ურყევრწმენას, სოციალურ უსამართლობისა და თვითმპყრობელობის წინააღმდეგ შეურიგებელ ზისხსა და ბრძოლის წყურვილს. ისე როგორც ყველა ხალხისადმი, აგრეთვე ქართველი მშრომელი ხალხისადმი, კიროვს სიყვარულით სავსე გული მოჰქონდა. მისი მისწრაფება იყო ქართველ ხალხსაც გადაეგდო კაპიტალისტური მონობის უღელი და თავისუფალ რუს ხალხთან ერთად ისიც სოციალიზმის და კომუნიზმის მშენებლობის ფერხულში ჩაბმულიყო. ამიტომ უყვარდათ იგი მშრომელი ხალხის წარმომადგენელთ, როგორც რუსეთში, აგრეთვე ჩრდილოეთ კავკასიაში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში თუ შუა აზიაში. კიროვი დიდი ხანია უკვე მჭიდროდ იყო დაკავშირებული კავკასიის ხალხებთან. თავგამოდებით იცავდა კონტრრევოლუციასთან ბრძოლისა და ამ ხალხთა ეროვნულ ინტერესებს და ზრახვებს. იგი მათ ბრძოლას რუსეთის ხალხის რევოლუციურ განმანთავისუფლებელ ბრძოლასთან აკავშირებდა. კიროვი ჯერ კიდევ რევოლუციამდე იყო ცნობილი როგორც ნიჭიერი, დიდი ცოდნით აღჭურვილი, ფართო ჰორიზონტის მქონე პუბლიცისტი და სახალხო ტრიბუნი. ჭეშმარიტი სიმართლე, რომელიც მის მგზნებარე გამოსვლებში და წერილებში გაისმოდა, ერთნაირად გასაგები და დამაჯერებელი იყო როგორც ჩრდილო კავკასიის მთიელებისათვის, აგრეთვე აზერბაიჯანელებისა, ქართველებისა და სომხებისათვისაც. ვანო მახათაძე კიროვის პირდაპირ იჯდა და მას თვალს არ აშორებდა. პირველად მან იგი 17 წელს გაიცნო მოზდოკში თერგის ოლქის ხალხთა დელეგატების ყრილობაზე. მას შემდეგ კიროვი მისთვის სანიმუშო რევოლუციონერი მებრძოლი გახდა. სწორედ მაშინ ჩრდილო კავკასიაში კიროვთან და ორჯონიკიძესთან ერთად მუშაობდნენ ქავთარაძე, მახათაძე და გოცირიძე. 17-18 წლებში თერგის საბჭოთა რევოლუციის წინააღმდეგ კონტრრევოლუციამ მთელი თავისი ძალები გადაისროლა. მაშინ ვანო მახათაძე სამხედრო რევოლუციური შტაბის წევრი იყო და იგი ისევე როგორც სხვა პარტიული ხელმძღვანელები ხედავდა, რომ მათ არ მოეპოვებოდათ საკმაო ძალა სამხრეთში გერმანელების და თურქების ჯარებისათვის, ხოლო ჩრდილოეთში კონტრრევოლუციურ არმიებისათვის წინააღმდეგობა გაეწიათ. 18 წლის აპრილის ბოლოს ჩრდილო კავკასიისათვის დახმარების გასაწევად თერგის ოლქის მთავრობამ კიროვი მოსკოვს გაგზავნა. იმავე წლის ივნისში ვერაგულად იქნა მოკლული თერგის ოლქის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე ნოე ბუაჩიძე. ბიჩერახოვის ჯარები შეტევაზე გადავიდნენ. აუცილებელი იყო მოკლე ვადაში წინააღმდეგობის გაწევის ორგანიზება. ეს შეასრულა ორჯონიკიძემ, სამხრეთ რუსეთის მაშინდელმა საგანგებო კომისარმა.
მან ჯავშნიანი მატარებლის მეოხებით ბიჩერახოვის ჯარების წრე გაარღვია და კავკასში ჩავიდა. მისი ვაგონი საბრძოლო შტაბის ადგილად იქცა, რომლის გარშემო ჭიდროდ უკავშირდებოდნენ ერთმანეთს საბჭოთა ხელისუფლებისადმი ერთგული ძალები. იმავე დროს კიროვმა ასტრახანში თერგის ოლქისათვის დასახმარებლად სამხედრო ოპერაცია მოაწყო, მაგრამ ამ ექსპედიციამ ჩრდილოეთ კავკასიისაკენ გზის გაკაფვა ვერ მოახერხა და წითელი არმია იძულებული გახდა ისევ ასტრახანისაკენ დაეხია. მახათაძის მეხსიერებაში ახლო წარსულის სურათები დგებოდნენ. იგი ახალ კოსტუმში გამოწყობილ და ახლად სახეგაპარსულ კიროვს შესცქეროდა. მიუხედავად იმისა, რომ კიროვი იმჟამად 34 წლის კაცი იყო, იატაკქვეშა მუშაობის, მრავალჯერ დაპატიმრების, გადასახლებისა და სამოქალაქო ომის მძიმე პირობების გამო მეტი ხნისა ჩანდა. დარბაზში ცხოველი ბაასი გაჩაღდა. კიროვი თბილისიდან ჩამოსულ კომუნისტებს საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე ეკითხებოდა და მათ ნაუბარს ყოველნაირად სწონიდა. იმდროინდელ საერთაშორისო რთულ ვითარებას და საქართველოში მუშაობას დიდი ტაქტი, გამოცდილება და პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა ეჭირვებოდა. ლენინს შემთხვევით არ შეუჩერებია თავისი არჩევანი კიროვზე, როგორც სრულუფლებიან წარმომადგენელზე საქართველოში. კიროვი დიდხანს მუშაობდა კავკასიაში და ამიტომ კარგად იცნობდა აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში შექმნილ შინა პოლიტიკურ მდგომარეობას. მოსკოვიდან გამგზავრების წინ კიროვმა უშუალოდ ლენინისაგან მიიღო დირექტივები თავისი დიპლომატიური მისიის ხასიათზე. მღელვარებით უსმენდნენ ახლა იქ მყოფნი კიროვის ნაამბობს ლენინზე, სოციალისტური რევოლუციის ბელადთან შეხვედრაზე. ლენინი საქართველოსთან მეგობრული კავშირის მოსურნე იყო. ჩვენ, ეუბნებოდა ლენინი საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარეს ურუტაძეს, მუდამ აშკარა წინააღმდეგი ვიყავით საქართველოსთან რაიმე კონფლიქტებისა. ჩვენ მზადა ვართ გავუყოთ მას პური და ნავთი, მზადა ვართ მას ფინანსური დახმარებაც კი გაუწიოთ ოქროთის ცეცხლის საშუალებით. ჩვენი ერთადერთი პირობაა თავი გაანებოს საქართველოს მთავრობამ საბჭოთა რუსეთისადმი მტრულ პოლიტიკას, ჩვენს მტრებთან კავშირს. საბჭოთა რუსეთი ელოდა ასეთსავე გულწრფელობას საქართველოს მაშინდელ ხელისუფალთაგანაც. მატარებელი თბილისისაკენ გავიდა. კიროვი ვაგონის სარკმელთან იდგა და ღრმა ფიქრში წასული აზერბაიჯანის ნავთის ქალაქს, ნავთის საბადოებში ჩადგმულ ჭაბურღილების კოშკებს გასცქეროდა. იქვე ხნოვანებით მისი ტოლი, მასზე უმცროსი ამხანაგები, გრომოვი, გოლუბეგოვი, მუხინი, კარპოვი, ქავთარაძე, მახათაძე და გოცირიძე იდგნენ. აგერ ნავთის კოშკები. მიუბრუნდა კიროვი ქავთარაძეს და მახათაძეს. უფრო სწორად, ნავთის სასაფლაო, რომელიც მუსავატელებმა დაგვიტოვეს სამემკვიდრეოდ. ამიერიდან ჩვენი ამოცანაა მოვახდინოთ ბაქოს სარეწებში ტექნიკური სამრეწველო რევოლუცია. მივახციოთ მოკლე ვადაში იმას, რომ შავმა ოქრომ ცხოველმყოფელ წყარო დიდინოს ქვეყნის ძარღვებში და ააღორძინოს ჩვენი მძიმე ინდუსტრია და ჩვენი ტრანსპორტი. კოშკების ტყე უკან დარჩა და გაუჩინარდა. მატარებელი ახლა მზით გატრუსულ, თვალუწვდენელ და უდაბნოს მსგავს ველზე გავიდა. ქარმა დაუბერა, ველზე რუხი მტვრის და ქვიშის სვეტები დადგნენ და როგორც ცხელ უდაბნოში ციბრუტივით დატრიალდნენ. ბაქოსაკენ გაემართნენ და ქართა ქალაქი მტვერში გაახვიეს. ბოლოს მტვერი და ქვიშა გადავიდა და შორს აქლემების ქარავანი გამოჩნდა.
ნელა და რაღაც გულსაკლავად მიდიოდა უდაბნოში დაკარგული აქლემების დუმარე ქარავანი. ბუღანის უკაცრიელი და გამოფიტული ველი გულს აღონებდა თავისი მდუმარებითა და ერთფეროვნებით. უდაბნოს სიცხე ჩამოწვა. ტირომა მცხუნვარე მზით შეწუხებული თვალი მოჭუდა. ო როგორც ხელა, დაიძახა მან და კუპეში შევიდა. მას სხვებიც მიხვდნენ. ტირომა პიჯაკი გაიხადა, დაჯდა და სარკმელში გაიხედა. ხედავთ ამ ვება გამოფიტულ ტრამალებს. მალე ეს უდაბნო არხებით დაისერება და მზით დამწვარი ეს უვარგისი მიწა წყლით გაძღება. განოყიერდება, ძვირფასი კულტურებისათვის გამოსადეგი გახდება და ბამბის პლანტაციებით დაიფარება. მატარებელმა მიწურ სახლებიან და მიღრეცილ-მოღრეცილ ქუჩებიან ღარიბ სოფლებს ჩაუქროლა. მიწურების წინ წუღებით, შალის წინდებში ჩატენილი დაკონკილი შარვლებით, მაღალი ბუხრის ქუდებით, მზით გატრუსული, გამხდარი ღატაკი და ბეჩავი გლეხები გადმომდგარიყვნენ და მატარებელს უხალისოდ გასცქეროდნენ. წითელ და ყვითელკაბიანმა, ფეხშიშველმა, გაძვალტყავებულმა ქალებმა სევდიან სახეზე მზით დამწვარი, გამხდარი ხელით ჩიქილის ტოტი, ჩადრი აიფარეს და ვაგონების სარკმელიდან მოცქერალ მგზავრებს ზურგი შეაღწიეს. დედებს ჩონჩხად ქცეული, ტიტლიკანა ბალღები ჩაჰფრენოდნენ კაბაში. მათმა ხილვამ კიროვს გული ატკინა. შეხეთ საუკუნეების მანძილზე მონობაში მყოფ ამ საცოდავ და ღატაკ ადამიანებს. ისევ მიმართა მან ამხანაგებს, ამიერიდან ბეგებისა და ხანების მიწები აზერბაიჯანის გლეხებს ეკუთვნით. ისინი მალე ადამიანურ ცხოვრებას დაიწყებენ. ასე გულითადად ეხმაურებოდა იგი ცხოვრების ყოველ მოვლენას. მატარებელმა განჯა გაიარა და შამქორს მიუახლოვდა. კარპოვს და მახათაძეს შამქორში დატრიალებული სისხლიანი დღეები და იქ დაღუპული ამხანაგები მოაგონდათ. კიროვი ახლა დიპლომატიური კორპუსის თანამშრომელი იყო. კიროვი მდუმარეთ და გულისხურით უსმენდა მახათაძეს. სქელი და მსუქანი ბაგე შეჰკროდა და სახეზე დროდადრო კუნთები უტოკავდნენ. იგი ამიერკავკასიისა და საბჭოთა ქვეყნის ხალხებს შორის მეგობრულ, ინტერნაციონალურ კავშირზე ლაპარაკობდა. შორს ლურჯ იისფერ ბურუსში გახვეული მთები გამოჩნდნენ. მატარებელი საქართველოს უახლოვდებოდა. გავიდა კიდევ საათი და პატარა მთების ნაცვლად ჰერეთის ტანაყრილი მთები აღიმართნენ. მერმეკი ბუმბერაზი. ბოლოს თბილისიც გამოჩნდა. კიროვი განცვიფრებული გასცქეროდა მთების შემოზღუდულ უზარმაზარ ქვაბურში, მტკვრის ნაპირზე გადაშლილ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უძველეს ქალაქს. აი საქართველო, ფიქრობდა კიროვი, რომელიც რუსეთის რევოლუციური მოძრაობის ფერხულში ჩაება და ცარიზმთან ბრძოლით ყველა განაცვიფრა. მას როგორ მოხდა, რომ იგი დღეს რევოლუციას მოსწყვიტეს, რომ მენშევიკებმა, სოციალისტებმა კონტრრევოლუციის გზა აირჩიეს, ნაცვლად იმისა, რომ თავისი ქვეყანა საბჭოთა რუსეთთან ერთად წაეყვანათ.